საღამო მშვიდობისა კვირას 9 საათზე თქვენ პოსტფაქტუმს უყურებთ, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად მე მიშა სესიაშვილი წარმოგიდგენთ. და დღევანდელი გადაცემა უკრაინით უნდა დავიწყოთ, რადგან ახლა საომარი მოქმედებები სრულიად ახალ ფაზაში გადადის მთელი მსოფლიო. ფაზაში, როცა ლენდ-ლიზის შედეგები უკვე ფრონტის ხაზზე ჩანს, როცა დასავლეთის დახმარება, იქნება ეს артиლერია, რაკეტები, საჰაერო თავდაცვა თუ მძიმე ტექნიკა უკვე უკრაინაშია. 103 დღე იმ ომისა, რომელიც პირდაპირ გვეხება ჩვენ, საქართველოს. სამთვეზე მეტია უკრაინა პუტინის ურდოს იგერიებს და საკუთარი თავისუფლების და მომავლის გადასარჩენად იბრძვის. და რომ არა უკრაინელების გმირობა, რუსეთის შემდეგი აგრესიის სამიზნე უკვე საქართველო და მოლდოვა იქნებოდნენ. ამ 103 დღის განმავლობაში გმირობის, სიმამაცის, თავგანწირვის დაუჯერებელი მაგალითები ვიხილეთ. მარიუპოლში თუნდაც აზოვსტალს გულისხმობ და კიდევ ვხედავთ და ვნახეთ სხვა ქალაქებშიც. სამწუხაროდ ვნახეთ რუსეთის სისასტიკე, ბუჩაში ვნახეთ დახვეტილი მშვიდობიანი მოქალაქეები, გაუპატიურებული ბავშვები. და მოდით ძალიან მოკლედ ვიდრე გადაცემას დავიწყებთ, კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ რა ხდება უკრაინაში და რუკაზე ვნახოთ, უშუალოდ როგორ გამოიყურება დღეს საბრძოლო მოქმედებების არეალი. ერთი შეხედვით უკრაინის ფრონტის ხაზი თითქოს შეცვლილი არ არის, მაგრამ კიევის გარშემო ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის მთელი ოლქები, როგორც ხედავთ, ოკუპანტებისგან ცარიელია. აღმოსავლეთის მიმართულებითაც კი უკრაინის არმია გადასულია კონტრშეტევაზე და მაგალითად ხარკოვის შემოგარენი მთლიანად გათავისუფლებულია. ახლა ყველაზე ცხელი წერტილი ეს არის აღმოსავლეთის ფრონტი, სადაც ძალიან ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს და კონკრეტულად ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებში, სადაც სევეროდონეცკის მიმართულებით უკრაინელებმა მოახერხეს და რუსების მიერ აღებული ქალაქი ისევ გაათავისუფლეს და ახლა რეალურად მიდის კონტროლის აღდგენა სევეროდონეცკის ოლქზე. და კიდევ ერთი რეგიონი, ეს არის სამხრეთის ფრონტი, უკვე ხერსონის ოლქი, სადაც ასევე ძალიან ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზეა გადასული უკრაინული არმია და ლურჯი ფერით თქვენ ხედავთ იმ ტერიტორიებს, რომლის კონტროლქვეშ დაბრუნება მოახერხა უკრაინულმა მხარემ. ერთი სიტყვით, როგორც ხედავთ, უკრაინაში საომარი მოქმედებები გაცილებით სხვა ფაზაშია გადასული, ფაზაში, როდესაც რუსეთი ნელ-ნელა კარგავს სტრატეგიულ უპირატესობას. რუსეთმა ამ 103 დღის განმავლობაში 31,000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. შედარებისთვის რომ ავიღოთ, ეს 4ჯერ უკაცრავად 2ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ავღანეთის 4 წლის განმავლობაში დაკარგა საბჭოთა არმიამ. მაშინ დაღუპულთა რაოდენობა 15,000 იყო. ახლა რუსეთის არმიას ეს ყველაფერი 31,000 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა და თვლა გრძელდება, რადგან გრძელდება ეს სასტიკი ომი, პუტინის ახირება. და ვიდრე გადავალ სხვა თემებზე, მინდა გაჩვენოთ რუსეთის ნამდვილი სახე, თუ როგორ გამოიყურება რუსეთი, მართლმადიდებელი სახელმწიფო, რომელიც რელიგიას პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებს ხოლმე და რომლისთვისაც სულ ერთია სინამდვილეში რა არის მართლმადიდებლობა, რა არის ქრისტიანობა, რა არის ის ღირებულებები, რასაც ეს რელიგია ეფუძნება. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ერთ-ერთი ეკლესიის, ეს არის სვიტოჰორსკის ეკლესია, მე-16 საუკუნის კომპლექსია, იუნესკოს ძეგლი, ხით ნაშენები ეკლესია, რომელიც სწორედ რუსულ დაბომბვას შეეწირა და ასეთი რელიგიური დაწესებულებების ჩამონათვალი, ეკლესიების უკაცრავად ტაძრების ჩამონათვალი დაახლოებით 10-ია, რომელიც სწორედ რუსულმა ბომბებმა გაანადგურეს. და ჩვენ ყველა ხვდებით, რომ ახლა სწორედ უკრაინაში გადის ხაზი მათ შორის საქართველოს თავისუფლებისკენ, რადგან თუ კი რუსეთმა მიაღწია და რაიმე სახის უპირატესობა მაინც მოიპოვა უკრაინულ ფრონტზე, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ის აღარ გაჩერდება. აღარ გაჩერდება მხოლოდ ხერსონთან და დონეცკის ოლქებთან. ის გადაინაცვლებს მოლდოვაში, საქართველოში და ის შეეცდება აღადგინოს ის საბჭოთა იმპერია, რომელზეც ასე აბოდებს კრემლის პარანოიდი მმართველი. და ცხადია, აი ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა პასუხი მოვა ევროპისგან. რას ეტყვის ევროპა საქართველოს? რა იქნება ბრიუსელის პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? წინ ევროპისკენ აი ამ დევიზით საზოგადოების ერთი ნაწილი დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა და სიმბოლურია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნთან ერთად შესრულდა უკრაინის ჰიმნი და შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი. საქართველოს მოქალაქეებმა აი ამ დროშაზე საკუთარი ხელმოწერით დააფიქსირეს კიდევ ერთხელ, რომ
ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზას ირჩევს და ევროკავშირს მოუწოდეს გაითვალისწინონ ის ისტორიული კონტექსტი, რომელიც შექმნილია რეგიონში, გაითვალისწინონ ის საფრთხეები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ემუქრება, გაითვალისწინონ საქართველოს დამსახურებებიც მათ შორის და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ. და მიიღებს და მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, დარჩება თუ არა ქვეყანა იმავე ბაქანზე, რომელზეც ჩვენთან ერთად უკრაინა და მოლდოვა დგანან. ბრუსელიდან პასუხი ორიოდე კვირაში მოვა, მაგრამ როგორი იქნება ეს პასუხი? დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გაუკეთებია საქართველოს დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობისთვის და მათ შორის დამოკიდებულია იმაზეც, რისი გაფუჭებაც ხელისუფლებამ თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში მოასწრო. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. ამაზე მარტივად ალბათ ევროპა ვერ გამოხატავდა თავის სათქმელს. უსიტყვოდ თქვა თავისი სათქმელი ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ოჯახმაც, ევროპის სახალხო პარტიამ, როცა მიხეილ სააკაშვილის ცარიელი სკამი ხელუხლებლად დატოვა. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტია. მართალია ევროპის პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებები ინდივიდუალურად საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭების მხარდამჭერ რეზოლუციებს იღებენ, მაგრამ იქვე ღიად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე. იქვე ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელთა მოგვარება ქართულმა ოცნებამ მმართველობის 10 წლის განმავლობაში არათუ ვერ შეეძლო რეალურად არც კი უცდია. ეს დღე 2024 წელს უნდა დამდგარიყო, მაგრამ დადგა 2022-ში. არც ჩვენ ველოდით, არც ისინი. უკრაინის ომის გამო საქართველოსაც გაუჩნდა შანსი ეთხოვა ევროკავშირის კანდიდატად აღიარება. ევროკავშირი იძულებული გახდა ეს თხოვნა სერიოზულად განეხილა და აქეთ ეთხოვა. ჩვენ ძალიან გვინდა რომ საქართველოს თავისი ღირსეული ადგილი იპოვოს ევროპასა და მსოფლიოში. ამიტომ დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. მშვიდობა კარგია, მაგრამ ახლა საჩვენოდ ომმა იმუშავა. რუსი რომ არ შევარნილიყო უკრაინაში, ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი არც კიევში გაახსენდებოდათ, არც კიშინიოვსა და არც თბილისში. ბრიუსელ, პარიზ, ბერლინებში ხომ არა და არ გაახსენდებოდათ. მაგრამ ისტორიული კარია თუ პანჯარა ახლა აღრჭიალდა და შანსის გაშვება არ შეიძლება. ახლა ველოდებით ევროკავშირის დასკვნას. ამის შემდეგ დაიწყება დისკუსია. ჯერ არ ვიცით რა ეწერება დასკვნაში. ისინი თქვენ საელჩოს წინასწარ ნამდვილად კითხავდნენ აზრს. რა რეკომენდაცია მიეცით? ამას ჯერ ვერ გაგიმხებთ. ხელისუფლებამ ბოლო დროს ბევრი დაიჭირა. დაიჭირა ნიკა გვარამია, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მისი მეთაური ბრიუსელს მიდიოდა. დაიჭირა თადარიგი, როდესაც ოპოზიციას წინასწარ დააბრალა კანდიდატობას თუ არ მოგცემენ, იცოდეთ, მაგ ნაციონალების ნამუშევარი იქნებაო. და დაიჭირა კარგი ჩიტი, როდესაც მოუწია თავს ნეაღვარივი დამტყდარი კრიტიკის მოსმენა. დროა საქართველოს მიხედოს საქმეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველოს შეეძლო რომ უკეთ ყოფილიყო მომზადებული. ბოლო წლებში გაჩნდა ბევრი შეკითხვა იმის თაობაზე, თუ საით მიდის საქართველო. ვფიქრობ, განსაკუთრებული საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბოლო დროს ევროკავშირის საჯარო რეაქცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არც თუ სასიამოვნო იყო. ეს ეხებოდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებულ ტენდენციებს. 5 ივლისის ძალადობას ჟურნალისტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ. ევროკავშირის კანდიდატობისას ჩვენ გაცილებით უფრო თავმდაბლები ვიყავით. სხვანაირები ვართ ესტონელები, არ გავდივართ ქუჩაში, არ ვაპროტესტებთ, არ ვყვირით, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ქართველებს ხანდახან პროცესი უფრო მოსწონთ, ვიდრე შედეგი. არტისტული ხალხია, ეს ცუდი კი არაა, თქვენი კულტურის ნაწილია. ესტონელები ევროკავშირს ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდით. ევროპულ რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებოდით და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ვასრულებდით. არის რაღაცები, რაზეც დავაც არ შეიძლება. ევროკავშირი არ არის ბაზრობა, სადაც რაღაცას აარჩევ. წევრობა თუ გინდა, მისი პრინციპები სრულად უნდა დაიცვა. ევროკავშირის წევრობა კი არა, კანდიდატობაც ისეთი რთული მიზანია, ქოცების უსაქციელობის გარეშე ძალიან გაჭირდება მიღწევა. დღეს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი მოულოდნელი იდეით გამოდის. შევქმნათ ახალი ევროპული ორგანიზაცია, რომელშიც შევლენ ევროკავშირის წევრებიცა და არაწევრებიც. ხვალე რომ მივცეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ყველამ კარგად ვიცით, რომ გაწევრიანების პროცესი რამდენიმე წელი ან რამდენიმე 10 წლეული გაიწერება. სიმართლე ესაა, თუ წევრობის სტანდარტების შენარჩუნება გვინდა.
ახალი ორგანიზაცია კი მისცემს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს ახალ სივრცეს პოლიტიკური თანამშრომლობებისთვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტირების შესაძლებლობებს. ამ გაერთიანების წევრობა არავის შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებაში. ჩემი პრეზიდენტის იდეა გაფართოების პროცესის ხელშეწყობაა, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა შესასრულებელი და ამ ქვეყნებს ყველაფრის სწრაფად განხორციელება არ შეუძლიათ. არ გვინდა პროცესს შეეწიროს ხარისხი. საფრანგეთის პრეზიდენტი ყველას თავაზობს შეიქმნას თანამეგობრობა, რომელიც მის წევრებს უკვე ახლა მისცემს ევროკავშირის წევრი ქვეყნის გარკვეულ უპირატესობებს. ეს არა ევროკავშირის გაფართოების ალტერნატივა. ამ კვირაში უდიდესმა ევროპულმა პარტიულმა გაერთიანებებმა, სახალხო პარტიამ და ალდემ, ყრილობები გამართეს და დაუჭირეს მხარი რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული სამივე ქვეყნის კანდიდატობას. ევროპის სახალხო პარტია ბოლო წლებში დიდი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსლას. ოლიგარქიულმა მმართველობამ საფუძველი გამოუთხარა დემოკრატიულ ინსტიტუციებს. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და არაადამიანური მოპყრობა მის წინააღმდეგ ამის მაგალითებია. ცნობილი მედია მენეჯერის ნიკა გვარამიას განაჩენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საფრთხეს მედიის თავისუფლებისთვის. საქართველოს კანდიდატურის განხილვისას უამრავი პრობლემა ჩნდება, მაგრამ არის პირველი რიგის პრობლემები, როგორც სარიელისკამი და სახელიანი აბრა უდიდესი პარტიის ყრილობის პირველ რიგში. ასეთ სიგნალებს ჰაიჰარად არ გზავნიან. ჰაიჰარად არ გეტყვიან მთავარი კრიტიკული ტელევიზიის დირექტორი პოლიტპარტიმარია და რაც მალე გამოუშვებს შენთვის უკეთესიო. ამათ თუ არ უსმენ შენივე დასმულ პრეზიდენტს მოусმინე. პოლიტიკურად ამ დროს ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება გადავადებული იყოს სხვადასხვა ფორმით, პოლიტიკურად მე მიმაჩნია რომ არ იყო დროული. ივნისის ბოლოს საქართველოს მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით არ უნდა მიიღოს ევროკავშირის ევროპის კანდიდატის სტატუსი, რასაც მათი გეგმის მიხედვით მოყვება საზოგადოების ხელვარება, ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა. ოცნება საკუთარ ამომრჩეველს ხუთი თითივით იცნობს. იცის რა ინსტინქტებზე დააჭიროს. ახლა ომით შეშინების დროა. კერცლს თუ შემოაცლით ყველაფერს, რასაც ამბობენ, შეგრჩებათ მარტივი უტოლობა. ევროკავშირი კი კარგია, მაგრამ ღირს კი მაგფასად ომში ჩართვა. რომელი ევროპის ღირებულებებზე ლაპარაკობ ჩვენ? ამიხსენთ, რა ჟღულიცხელი უკაცრავად გარყვნილება, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებული არის? ამ ღირებულებებზე ლაპარაკობ? ბოლო კვირეებში პროცესი დაჩქარდა. უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ბრიუსელიდან მიიღეს კითხვარები. საქართველომ პასუხები ორ პაკეტად დაუბრუნა. აი ეს კერიტომები ახლა რომ ხედავთ, სავსეა ჩვენი ხელისუფლების ბაქიბუქით საკუთარი პრაგმატულობისა და დემოკრატიულობის შესახებ. ორ კვირაში ევროკომისია გამოაქვეყნებს დასკვნა რეკომენდაციას სამივე ქვეყნისთვის. შემდეგ კი 27 სახელმწიფოს მეთაური გადაწყვეტს, ვინ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რაღაცა პირობები იქნება დაყენებული იმისათვის, რომ ჩვენ ალბათ მივაღწიოთ მივიღოთ ეს სტატუსი, ხო? ანუ ასე უბრალოდ მარტივად არ მგონია ეს მიღწევადი იყოს. პირობები, რომლებსაც ყოფილი ელჩი ახსენებს, კიდევ ცალკე საფეხურია. პოტენციური კანდიდატის სტატუსი დღეს რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კოსოვოს აქვთ. იმისთვის, რომ სიტყვა პოტენციური მოიცილო, ბევრი მუშაობა და ბევრი პირობის დაკმაყოფილება მოგიწევს. თუ გაგიმართლა, თუ გაამართლე. გადაგიყვანენ შემდეგ საფეხურზე კანდიდატის კატეგორიაში, სადაც რიგს უკვე წლებია ელიან ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ახლა საგანგებო გეოპოლიტიკური ვითარებაა. სამი ქვეყანა ერთნაირი საფრთხის წინაშეა. უკრაინა ცხადია ყველაზე მეტ მსხვერპლს გაიღებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსს სამივე ქვეყნისთვის, მაგრამ მოლაპარაკება რთული იქნება და შედეგი ჯერ არ ვიცით. ამ სანდომიანი ქალბატონის ქვეყანა საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ იოანე გამრეკელის მრევლისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც სკეპსის თურქეთის ან სხვა ქვეყნების ისტორიით ხსნის. ესტონეთმა მეზობელ ლატვია ლიეტუვასთან ერთად აჩვენა, ევროკავშირში ყოფილი პატარა საბჭოთა რესპუბლიკა შეიძლება მოხდეს თუ იშრომებს და მზად დახვდება ისტორიულ ფანჯარას. ახლა ფანჯარაც აქაა და მგონი კარიც, მაგრამ რამდენად მზად ვართ ჩვენ? რის შესახებაც ჩვენ ევროპელები გვესაუბრებენ როგორ დიდი ხანია, იგივე შარლ მიშელის დოკუმენტში, იგივე ჩვენი ევროპელი პარლამენტარი მეგობრები, რადგან საუბრობენ, ეს ყველაფერი პოვის ასახოს იმ დოკუმენტში, რომელიც მომზადდება. ეს იქნება პოლარიზაცია, ეს იქნება სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჭეშმარიტების მომენტამდე ბევრი არაფერი დაგვრჩა. ორ-სამ კვირაში გავიგებთ, რამდენად ეთანხმება ევროპა საქართველოში არჩევნების ტოტალურ გაყალბებას. ტოტალურ თვალთვალს სპეცსამსახურების მხრიდან, ტოტალურ შანტაჟს, სასამართლოს ტოტალურ კლანურობას, ტოტალურ სიცრუეს დიდი მიღწევების შესახებ და ტოტალურ ბრძოლას მედიასთან, ოპოზიციასთან, მეცნიერებასთან და თვით ევროპასთან. არც ამერიკის აღმოჩენა გვჭირდება და არც ველოსიპედის გამოგონება. დიდი ხანია ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და რა ვადებში. საქართველოს ხელისუფლებას რაიმე შეცვლის სურვილი რომ ქონდა, ამდენი კითხვა დღეს არ იქნებოდა.
საკმარისია თვალი ჩაკრათ ასოცირების გეგმას, რომელიც ევროკავშირმა 2021 წელს დაგვიმტკიცა. ასობით საკითხიდან შეგვიძლია სულ 4-5 ავირჩიოთ და წარმოვიდგინოთ, როგორ წარიმართება ევროკავშირში მათი განხილვა. მაშასე, საქართველოს საშინაო დავალება ნომერი 1. გამჭვირვალე, ინკლუზიური და სანდო არჩევნების ჩატარება. მოიცა კაცვერდი. მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. რა დროს ეგ არის ახლა? გავლენისგან თავისუფალი პროკურატურა და სისხლის სამართლის გამოძიება. მედიის პლურალიზმი, გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა. მოდი პირდაპირ გითხარი თუ არ გინდა ჩვენი მიღება რა. მედიის მუშაკთა დაცვის გაძლიერება და მათ მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება. ამ პირობებით და ამ თავრობაში ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს. ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება. ყველა სხვა შემთხვევაში ბრიუსელი კი არა, მუხასრანსკი დაგვრჩება გვერდზე. ხო, და რო არ დამავიწყდეს. დიდი მადლობა მშვიდ პინგვინებისთვის ჭურვილაში. ხო, უკრაინაში მიმდინარე ომს ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ახლა იქ არა მხოლოდ უკრაინის ბედი წყდება, მათ შორის ჩვენიც და აი მაშინ როცა ბრიუსელში აქტიურად განიხილავდნენ საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ეს სწორედ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც ყველა ექსპერტი ბრიუსელში გამადიდებელი შუშით აკვირდება შენს დემოკრატიას და შენს მიღწევებს ინსტიტუციური მშენებლობის გზაზე, საქართველოს ხელისუფლებამ და მის მიერ მორჩილმა და მართულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეთ. და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ უკვე ნიკა გვარამიაც აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. პოლიტიკური სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი პოლიტიკურ განაჩენში მოულოდნელი ალბათ არც არაფერი ყოფილა. ამ საქმის შეკერვის პირველივე დღიდან ყველასთვის, მათ შორის გვარამიას პირადი ოპონენტებისთვისაც კი, გასაგები იყო, რომ მიზანი მისი დაპატიმრება, საშუალება სასამართლო, მიზეზი კი მთავარი არხი და კრიტიკული აზრი და სიტყვა იყო. მაგრამ აბსურდულ ბრალზე გამოტანილი აბსურდული განაჩენის შემდეგ ყველაზე საინტერესო მაინც მოსამართლის დასაბუთება უნდა ყოფილიყო. აი რამდენიმე დღის წინ ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა გამოაქვეყნა დასაბუთება, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ უფრო სავალალო და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. არავითარ ჯარიმას მე არ გადავიხდი, ესა გამორიცხული, აბსოლუტურად გამორიცხულია. ნიკა გვარამიას რომ ეთქვა, არაფრის დიდები ციხეში არ ჩავჯდებიო, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მას დიდი ალბათობით დახრეკდა. ეს მოსაზრება რა თქმა უნდა სუბიექტური და თანაც აბსურდულია, თუმცა თავიდან ბოლომდე იმ ლოგიკას ეფუძნება, რომელიც მოსამართლემ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენში განავითარა. საპატიმრო სასჯელის გარდაუვალობაზე საუბრისას ლაშა ჩხიკვაძემ სათქმელი ასე ჩამოგვიყალიბა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენება. ვინაიდან ბრალდებული დეკლარირებულად აცხადებს, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის. თუ ეს მოსაზრება ქონდა მოსამართლემ, რატომ გამოიყენა პირველ შემთხვევაში ჯარიმა იმ ეპიზოდზე, სადაც მისი შეფასებით ზიანი იყო 6.700.000 ლარი. ხომ ლოგიკური წინააღმდეგობა, თუ ერთ შემთხვევაში უარს აცხადებდა ნიკა გვარამია ჯარიმის გადახდაზე და ეს მოსამართლისთვის საკმარისი არგუმენტი იყო, რატომ არ იყო იგივე არგუმენტი გასაზიარებელი პირველ შემთხვევაში. ვერც გამასწორებელი სამუშაო, ვინაიდან ობიექტურად არ არსებობს მისი აღსრულების მექანიზმი. გამასწორებელ სამუშაოზე ამბობს, რომ ამ სანქციის აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ არსებობს, რაც აბსურდია, იმიტომ რომ არ შეიძლება კონკრეტული პირის საუარესოდ განიმარტოს ნორმა, ვინაიდან სახელმწიფო ვერ ასრულებს და არ აქვს კონკრეტული სანქციის აღსრულების მექანიზმი. და ვერ ჩინაპატიმრობის, ვინაიდან ვერ იქნება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი დაზღვეული, გამოყენებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის მიზნები. შინაპატიმრობასთან დაკავშირებით ასევე სასაცილო არგუმენტი იყო, რომ შინაპატიმრობას თუ გამოვიყენებ ნიკა გვარამიამ კიდევ შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს და რა დანაშაული უნდა ჩაედინა? უნდოვანია ცალსახად, ვინაიდან თუ მოსამართლე გულისხმობდა რუსთავიორთან დაკავშირებულ რაიმე დანაშაულის ჩადენას, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნიკა გვარამია რუსთავიორის მენეჯერი აღარ არის, ხო? შესაბამისად, ბრალდების ამ ეპიზოდში ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლე ამ დასკვნამდე მივიდა არა საქმის გარემოებების ანალიზის და კონკრეტული სანქციის მიზანშეწონილობის შესაბამისად და გამომდინარე, არამედ წინასწარ ქონდა მიღებული დირექტივა, რა სახის სანქცია უნდა ყოფილიყო გამოყენებული და მერე შეეცადა მოერგო მსჯელობა აი ამ
ტიპის სანქციას, ანუ იცოდა რომ უნდა გაეშვა ციხეში გვარამია და მერე უნდა გაეპრავებინა ბრჭყალებში პატიმრობის გამოყენება, რაც ცხადია არ და ვერ გამოუვიდა. არადა დიდი მარშალის ედმონდო ბეტანკურის მსგავსად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემაც კარგად დაიწყო. 142 გვერდიანი განაჩენის ის ნაწილი, სადაც ბრალდებულების უდანაშაულობაზეა საუბარი, იურიდიულად გამართული, მყარი არგუმენტებით დასაბუთებული და ლოგიკურია. მოსამართლეს ისეთივე შემართებით რომ გაეგრძელებინა განაჩენის წერა, როგორც გამამართლებელ ნაწილში დაიწყო, და ისეთივე სტანდარტები დაეცვა, როგორც გამამართლებელ ნაწილში დაეცვა, ალბათ სწორ შედეგამდე მივიდოდა აი ამ შემთხვევაში, სადაც ნიკა გვარამია გამტყუნდა. სამწუხაროდ ჩვენ აი ამ განაჩენში დავინახეთ ის ტენდენცია, რომ გამტყუნების ნაწილში უკვე მოსამართლემ აბსოლუტურად შეცვალა თავისი მიდგომები და ვნახეთ, რომ როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე საკორპორაციო სამართლებრივი სტანდარტები აბსოლუტურად უგულებელყო და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის დაუსაბუთებელი და არაკანონიერი. განაჩენის არაკანონიერების დასადასტურებლად ამ სკანდალურ საქმეში ჩახედული ნებისმიერი იურისტისთვის ერთადერთი არგუმენტიც კმარა. ლაშა ჩხიკვაძე საქმის გამხილველი მოსამართლისთვის აუცილებელ ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. იმის გამო, რომ ის არის ტელეკომპანია რუსთავი-2-ის მფლობელი ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორის, ფინანსური დირექტორის ძალიან ახლო მეგობარი, როგორც მან თვითონ დაადასტურა. თუ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია თავი აიცილოს. როდესაც მოსამართლეს აქვს კავშირი რომელიმე მხარესთან, კეთილსინდისიერება, მოსამართლის ეთიკა, ქცევის კოდექსი მოითხოვს, რომ მან თვითონ უნდა უთხრას მხარებს, რომ ასეთი კავშირი არსებობს. და ჩვენ შემთხვევაში ჩხიკვაძემ დამალა 2 წელი ისე იხილებოდა სასამართლოში საქმე, რომ ხმა არ ამოუღია საერთოდ. ეს არის არა მხოლოდ მოსამართლის მიკერძოებულობის გამოვლენა, არამედ მისი არაკეთილსინდისიერების გამოვლენა, იმიტომ რომ მხარეების ინფორმირება არ მოახდინა. როდესაც საქმეს იხილავს მოსამართლე, რომელსაც რაიმე ტიპის ინტერესი შეიძლება კონდეს საქმის შედეგზე, სხვა არანაირი არგუმენტი აღარ არის საჭირო. ცალკე აღებული ეს საფუძველიც კი ნიშნავს უკვე, რომ განაჩენი არის უკანონო. განაჩენში მოსამართლე საკუთარი აცილების საკითხს გაკვირით ეხება და ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59 მუხლში ჩამოთვლილი არც ერთი წინაპირობა მას ამის გაკეთებას არ ავალდებულებს, რაც იურისტების შეფასებით მტკნარი სიცრუეა, რადგან ამ მუხლის ექვეპუნქტში შავი თეთრზე წერია, რომ გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მოსამართლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას, აცილების უპირობო საფუძველია. განაჩენში უწერი ასეთი რაღაც, რომ ბატონი გველესიანი იყო უბრალოდ უმნიშვნელო მოწმე ამ საქმეში, რომელიც ამოღების პროცედურაში მონაწილეობდა, მაგრამ საერთოდ არ ახსენებს იმას, რომ ის არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი იმ კომპანიაში, რომელსაც პირდაპირ ფინანსური ინტერესი ჰქონდა ამ საქმესთან მიმართებით. ანუ მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენის გამო ეხლა მის უახლოეს მეგობარ ზაზა გველესიანს წარმოეშვა უფლება, რომ ნიკა გვარამიასგან მოითხოვოს 6.700.000 ლარი. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, განიხილა საქმე იმ მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლება არ ჰქონდა და პირდაპირ საკანონმდებლო საფუძველი არსებობს, რომ თუ ასეთი სხვა საეჭვო გარემოება არსებობს, მოსამართლემ უნდა აიცილოს თავი ამ საქმესთან მიმართებით. იურისტების კრიტიკას ვერ უძლებს მოსამართლის მსჯელობა იმ ნაწილში, სადაც ნიკა გვარამია დამნაშავედ არის გამოცხადებული. ლაშა ჩხიკვაძეს თავი არ შეუწუხებია, გამოეკვლია და არგუმენტირებულად დაესაბუთებინა, რატომ შეიძლებოდა ნიკა გვარამიას დანაშაულებრივი გზით, თანაც დროებით სარგებლობაში მიეღო ნივთი, რომლის მიღებაც კანონიერი გზით თავისუფლად შეეძლო. ამ მოცემულობიდან მხოლოდ ორი დაშვება შეიძლება გავაკეთოთ. ერთი რომ ნიკა გვარამია არის მაზოხისტი და მას უხარია უბრალოდ ციხეში ჯდომა და შეეძლო კანონიერად რაღაცის გაკეთება და ადგა და დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ რომ მეერე რაღაცა ციხეში მოხვედრილი იყო, რაც სრული აბსურდია და მეორე რომ ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრა რომ თურმე ამის გაკეთება შეიძლებოდა ლეგალური სახით, ხო, რაც ასევე აბსურდია და ამას არც უშვებს მოსამართლე, იმიტომ რომ ამ განაჩენში მოსამართლე საუბრობს, რომ ნიკა გვარამია არის განათლებით იურისტი
იურისტი, საუბრობს მის მაღალ გონებრივ შესაძლებლობებზე, გამოცდილებაზე, ანუ თვითონვე გამორიცხავს ამას და ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ, ჩხიკვაძემ ამ განაჩენით გითხრა, რომ ნიკა გვარამიას სურდა ციხეში ჩაჯდომა და განზრახ ჩაიდინა დანაშაული, მაშინ როცა იგივეს გაკეთება შეიძლებოდა კანონიერი გზით. არანაირი ლოგიკა, არანაირი საღიაზრი ამ მსჯელობაში არ არსებობს უბრალოდ. ასეთივე უსუსურია მოსამართლის მსჯელობა 2015 წლის ეპიზოდზე, როცა ნიკა გვარამიას მენეჯერულ გადაწყვეტილებას, რომელიც ფლობელებთან იყო შეთანხმებული, კრიმინალურ ქმედებად აფასებს. ლაშა ჩხიკვაძე მხედველობაში არ იღებს იმ ობიექტურ გარემოებებს, რომლითაც რუსთავიორის მაშინდელი გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება იყო განპირობებული. არადა ასეთი გარემოებები მაშინ ნამდვილად საკმარისზე მეტი არსებობდა. ყადაღა დაედო რუსთავიორის თელქონებას იმ ეკონომიკურ გარემოებებზე, რომლებზეც დაცვის მხარე უთითებდა, ნაცვლად იმისა, რომ გაეკარწყლებინა თითოეული მათგანი, მოსამართლემ უბრალოდ თქვა, რომ არ მიაჩნია დასაბუთებულად. რაც რა თქმა უნდა არ არის შესაბამისი და სწორი სტანდარტი. განაჩენი გამამტყუნებელი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი კი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ყველა გარემოება, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ამ პროცესზე, იქნება სასამართლოს მხრიდან გამორიცხული და გაქარწყლებული და არა ისე, რომ უბრალოდ თქვას, რომ ეს სარწმუნოდ არ მიმაჩნიაო. სამართლებრივად, როდესაც დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, თუ იმ გადაწყვეტილებას ის უხსნის პარტნიორებს, ან დამფუძნებლებს და მათგან იღებს მერე თანხმობას, ამის გამო დირექტორს სამოქალაქო პასუხისგებლობაც კი არ შეიძლება დაეკისროს, არა თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა. ლაშა ჩხიკვაძის დასაბუთებულ განაჩენს Facebook-ის პოსტით გამოეხმაურა თავად ნიკა გვარამია, რომელმაც სიტყვები მოსამართლე და დასაბუთებული ბრჭყალებში მოაქცია. მივიღე მოსამართლე ჩხიკვაძის დასაბუთებული განაჩენი. თავს არ შეგაწყენ და იურიდიული დეტალებით არ გადაგტვირთავთ. მოვიყვან მხოლოდ 2 საოცრებას. პირველი, მოსამართლის აზრით მოქმედი დამფუძნებლების თანხმობა არასაკმარისია და დირექტორს უნდა გაეთვალისწინებინა პოტენციური მესაკუთრის ქიბარ ხალვაშის აზრი და ამგვარად დაედო კონტრაქტი გაყიდვების სახლთან. მეორე, ციტატა: ნიკა გვარამიას რა თქმა უნდა შეეძლო მანქანის საკუთარი თავისთვის პრემიის სახით გამოწერა, თუმცა მან კომპანიის საზიადო დანაშაულებრივი სქემაში არჩია. ანუ მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზე. უკომენტაროდ. პოსტსკრიპტუმი. 31 გვერდია այն დასაბუთებიდან 20 გვერდი სამოქალაქო და კორპორაციული სამართალია და ეს განაჩენი სამოქალაქო პალატაში უნდა გავასაჩირო თუ სისხლის. იმის დასადგენად ნიკა გვარამიას მიმართ მართლმსაჯულება იყო თუ არა შერჩევითი, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ უზენაესი სასამართლოდან ის სისხლის სამართლის საქმეები გამოითხოვა, რომლებშიც განაჩენი 220 მუხლით იყო დამდგარი. მიღებული ინფორმაცია გვაძლევს შემდეგ სურათს, რომ 2017 წლიდან 2021 წლამდე სულ 11 საქმეზე 19 პირის მიმართ არის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი 220 მუხლით. აქედან 9 პირი აქვს პირობითი მსჯავრი შეფარდებული, 9 პირს აქვს ჯარიმა და 1 გათავისუფლებული არის ამნისტიით ან სხვა გარემოებით პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 წლის განმავლობაში 220 მუხლით არავინ ციხეში არ მოხვედრილა. ეს არის ფაქტი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაყენებლად მოსამართლეს უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი, დანაშაულში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება ან გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში ამგვარი ფორმალური საფუძვლები არ არსებობდა, მოსამართლეს განაჩენზე მსჯელობისას პატიმრობის ალტერნატივა თეორიულადაც არ დაუშვია. არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელიც არის დადგენილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, თუ როდი შეიძლება ჩაითვალოს პირი პოლიტიკურ პატიმრად. და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ასამართლებ ადამიანს ქმედებაზე, რომელიც დანაშაული არ არის. ბევრი ფაქტობრივი გარემოება არსებობს იმისა, მათ შორის სამართლებრივი, რომ ეს ქმედებები დანაშაულს არ წარმოადგენს. და ამის მიუხედავად მოსამართლემ გამიტანა გამამტყუნებელი განაჩენი არაპროპორციული სასჯელით. ანუ სასჯელიც იმდენად არაპროპორციულია, სულ დანაშაული დაედგინა 3 წელიწად ნახევრის შეფარდება და რაღაც ბუნდოვანი დასაბუთებები გაქვს ამაზე
არის მითითება იმაზე, რომ პოლიტიკური მსჯავრი იყო ეს ყველაფერი. განაჩენის გამოქვეყნებამდე ცნობილი იყო, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოდავე მხარეები ზემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გაასაჩირებდნენ. თუმცა ოლიგარქის ტყვეობიდან ნიკა გვარამიას გამოხსნა კლანის მიერ მართული სასამართლოს გავლით რამდენად პერსპექტიული წამოწყებაა თავად განსაჯეთ. თავად სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური დაკვეთა იყო, რადგან როგორც მოისმინეთ, არც ერთ სხვა შემთხვევაში ამ კონკრეტული მუხლის გამოყენებისას მოსამართლეს მიერ გამოტანილი განაჩენის დროს არ დამდგარა პატიმრობით პასუხისგებლობის საკითხი. ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია სამწუხაროდ გამონაკლისი აღმოჩნდა და სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებით გამოიყენეს ეს კონკრეტული მუხლი მის წინააღმდეგ მთავარი არხის გასაჩუმებლად და კრიტიკული ხმის ჩასახშობად. და ისევ პოლიტიკურ თუ შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრით უნდა გავაგრძელოთ და ამ შემთხვევაში ახლო წარსულში ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენზე უნდა ვისაუბროთ. 7 გრამი კოკაინისთვის სკანდალურად ცნობილ თურქ ბიზნესმენს ხელისუფლება 20 წლით, ან შეიძლება უფრო მეტითაც, ციხეში უშვებს. საუბარია ქართულ ოცნებასთან ზედმეტად დაახლოებულ მინი ოლიგარქზე, რომელმაც მაგალითად ბათუმში მთელი უბანი 20-მდე კორპუსი არალეგალურად ააშენა ყოველგვარი ნებართვის გარეშე. წლების განმავლობაში გალიფ ოსტურკი ხელისუფლებისათვის სასურველი ინვესტორი იყო. მასთან ერთად კამერების წინ პოზირებდნენ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და ქართული ოცნების სხვა პრემიერ-მინისტრებიც. იყენებდნენ საარჩევნოდ და ეს იმის მიუხედავად, რომ თურქეთში ოსტურკს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მის ჭილი მკვლელობის შეკვეთისთვის. თავარს რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა მისი ერთ-ერთი ჩინელი პარტნიორი, ვისით თქმითაც ოსტურკი 10,000 სამუშაო ვიზის გაკეთებას დაპირდა და ბათუმში ჩაინათაუნის მშენებლობა წამოიწყო. მისთვის სჭირდებოდა 10,000 იაფი მუშახელი ჩინეთიდან. ეს არავინ იცის, მაგრამ ამ ეპიზოდიდანაც კარგად ჩანს, რომ მას მფარველები უმაღლეს დონეზე ჰყავდა, ვისაც ამგვარი გარანტიის მიცემა მისთვის შეეძლო. მალევე ოსტურკის ჩინელი პარტნიორი გაქრა. საუბრის სურვილი არც მას შემდეგ გამოიჩინა, როცა მოგვიანებით პოსტფაქტუმი ოსტურკის უკანონოდ აშენებულ ქალაქში ჩავიდა და ამაზე რეპორტაჟი მოამზადა. უკვე დღეს ჩინეთის მოქალაქე მედიასთან საჯაროდ ყვება იმ უქარაზე და ზეწოლაზე, რომელიც ოსტურკის მხრიდან მოდიოდა და ამ ხელს მისთაღლი თუ სქემებს. სუროგაციის გზით გაჩენილი 105 შვილის მამა ყველა ასპარეზზე ისე გამოდიოდა, რომ თითქოს მას მწვანე შუქი აპრიორი ჰქონდა ანთებული. მათ შორის ოჯახურ დავებშიც კი ის ყოველთვის მართლდებოდა და სასამართლო თუ სამართალდამცავი სისტემა ყოველთვის მის მხარეს იკავებდა. და ყველაფერი ეპატიებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. იქამდე, ვიდრე ირაკლი კობახიძეს საბედისწერო წერილი არ მისწერა. ამ წერილიდან თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოსტურკმა და თორნიკე რიჟვაძემ, რეგიონის მმართველმა, ფული უბრალოდ ვერ გაიყვეს და მისი ციხეში გაშვების შემდეგ ბათუმში მდებარე პრემიუმ კლასის უძრავი ქონებაც, ჯამური ღირებულებით მინიმუმ 9 მილიარდი დოლარი, ახლა მთავარი სადგილო იქნება. 46 კომპანიის 105 შვილისა და ბათუმში საკუთარი მინიქალაქის მფლობელი ბიზნესმენი გალიფ ოსტურკი სამშაბათს დააკავეს. ოსტურკს თურქეთში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და იქ წლებია ძებნილად იყო გამოცხადებული. Galip Öztürk metro turizmle işte ticaret, yaşananlar წლების წინ ბათუმში მინიქალაქის მშენებლობა მან ისე დაიწყო, რომ არც მიწის, არც მშენებლობის და მით უფრო არც ადგილობრივი მერიის არქიტექტურის სამსახურში არაფერი შეუთანხმებია. ოსტურკი დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში, ყალბი დოკუმენტების დამზადებაში, ტრეფიკინგსა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში იყო ეჭმიტანელი, ანუ ერთი შეხედვით მის დაყავებაში ახალი არაფერი უნდა ყოფილიყო, რომ არა თავად ფაქტი. ადამიანი, რომელსაც თურქეთში მკვლელობას ედავებოდნენ და საქართველოში ყველა მძიმე ბრალზე იყო ეჭმიტანილი, მოულოდნელად 7 გრამ კოკაინზე დაიჭირეს. ეს იყო აჭარაში ერთადერთი ბიზნესმენი, რომელსაც ყველაზე კარგად შეეძლო ნებისმიერი საკითხი დაელაგებინა. როგორ წარმოგიდგენია, ჩამოიყვანო აჭარაში ხელისუფლების თანხმობის გარეშე, ან მათი პირდაპირი ჩარევის გარეშე. 1000ობით ჩინელი დაასაქმო და რაღაც გაურკვეველი საქმიანობა აწარმოო. როგორ წარმოგიდგენიათ ხალხს, რომელსაც აი მანსარდისან ფანჯრის გამოჭრა შეუძლიათ მერიის სამსახურები ადგილზე მიადგებიან დღეს
ოსტურქმა დასახლებები ააშენა ბათუმში, აბსოლუტურად უკანონოდ. ეს არის ბევრი კითხვითი ნიშანი აქ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოსტურქს და ხელისუფლებას სულ სხვა პრობლემა და სულ სხვა კითხვითი ნიშნები ჰქონდა და გაუგებრობა ერთმანეთში. ბათუმში ოსტურქის მინი იმპერია ისე შენდებოდა, რომ მომკითხავი არავინ იყო. კორპუსებამდე იყო სასტუმროები, როცა ერთმანეთის მიყოლებით შეიძინა ჯერ ინტურისტი, შემდეგ ეიფორია, რომელიც თავის მხრივ 11 სასტუმროს აერთიანებდა, შემდეგ Sky Tower-ი და ბოლოს ბიზნეს ლეჯენდი. სასტუმროებმა ამ სახით მუშაობა დამსვენებლებისთვის შეაჩერეს და იქ ჩინელები შესახლდნენ, მაგრამ რა ხდებოდა შიგნით არავინ იცის. ყველაფერს, რასაც ოსტურქის ფასი ედებოდა, საიდუმლოდ ცხადდებოდა. თურქეთიდან სამუდამო პატიმრობას გამოქცეულს 2012 წელს უთხრეს, რომ მას არჩევნებზე მხოლოდ ტომრით ფული უნდა მიეტანა და დანარჩენი კი მისთვის ხსნილი იქნებოდა. ასე დაიწყო 2014 წლიდან ოსტურქის იმპერიის მშენებლობა ბათუმში. ღირსების ორდენი გადასცა ირაკლი ღარიბაშვილმა, ითვლებოდა, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი ბიზნესმენი იყო. მასთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ არ იცოდა არასთქმა. ყოველთვის იყო კი. ბოლო პერიოდში ჩინურ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერებოდა სტატიები და მზადდებოდა სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც საუბარი იყო, რომ ეგრეთ წოდებული კოლცენტრებით გახშირდა ჩინეთის მოქალაქეების ძარცვა. საუბარი იყო 780 მილიონ დოლარზეც. ნახსენები იყო საქართველოც. ის რომ დღეს სქემერებისა და ფიშინგისთვის ბათუმი ახალი თავშესაფარია, სწორედ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა ნიკა გვარამიასთან ანონიმი. საერთაშორისო დონის გამოძიებები ტრაფიკინგთან დაკავშირებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, კოლცენტრებთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ არაერთი ბრალდებაც გაჟღერებულა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს დღეს სურვილი აქვს რეალურად ის ჩამოიშოროს თავისი, ასე ვთქვათ, შაუბნელი წარსულით და რეალურად მოახდინოს მისგან დისტანცირება. ოსტურქისთვის კანონი არ არსებობდა. ის თავად იყო კანონისა და პროკურატურაც, მეფეცა და ქვეყანაც. მას შეეძლო აეშენებინა ქალაქის ცენტრში ახალი დასახლება, ისე რომ არავისთვის არაფერი ეკითხა. პირად სეიფში დაემალა 38 მოქალაქის პასპორტი და დაეტყვევებინა ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის. ბათუმის ცენტრში აეშენებინა თურქული სკოლა, ისე რომ სულ ფეხებზე დაეკიდა, რა სიტყოდა აჭარის განათლების მინისტრი. სუროგაციით აეყვანა 105 შვილი და ასე დაუსრულებლად. მსგავსი პარადოქსული ისტორიების ჩამონათვალი დიდია და ამ უკანონობის გასაღები 10 წლის მანძილზე ქართულ ოცნებაში იდო. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები ღიად საუბრობენ, რომ ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც გადაცხოვრდნენ საქართველოში, დაახლოებით მილიარდი დოლარის ზიანი მოუტანეს ჩინეთის ეკონომიკას. საუბარია ეგრეთ წოდებულ ფიშინგზე, საუბარია ონლაინ კაზინოებზე. ან გაუგებრობაა, ეს არის დიდი დომხალი, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ აჭარაში გალიფ ოსტურქთან მუდმივი თანამშრომლობით. გალიფ ოსტურქი იყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. თავარი დამფინანსებელი, მართლა ტომრებით მიქონდა ლამის ქართული ოცნების შტაბში ფინანსებით, რომ მათზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული. ის რაც არ ეპატიებოდა ჩვეულებრივ მოქალაქეს, ეპატიებოდა ოსტურქს. ამისთვის საჭირო იყო ერთი ვიზიტი პრემიერთან და იქ გაურკვეველ ფონდში ფულის გადარიცხვა. ვერ გაიყვეს ის შავი ფული, რომელიც ტრიალებს მასობრივად და ცდება რეგიონალურ ჩარჩოს ან ეროვნულ ჩარჩოს ქვეყნის დონეზე. გადის საერთაშორისო ველზე, შემოყვანილია ჩინეთის სახელმწიფო თავისი შიდა სახელმწიფოებრივი და გარე სახელმწიფოებრივი ინტერესებით და მთავარი საკითხია ის, რომ რას ღებულობს აქედან ქვეყანა. არაფერს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ოსტურქმა წერილი მისწერა ირაკლი კობახიძეს, სადაც ის წუხდა, რომ რიჟვაძესთან ვერ ახერხებდა საკუთარი ბიზნესის დაალაგებას და ხელოვნური ბარიერების მოგვარებას სწორედ ირაკლი კობახიძეს თხოვდა. წერილი, რომელიცაც გალიფ ოსტურქი უგზავნის საქართველოს, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ლიდერს, ბატონ კობახიძეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი საერთოდ და ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს კობახიძის, ბორინკა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების სამართალი. მათ შეუძლიათ ყველაფერი გადაწყვეტოს. თურქულ მედიაში ყოველდღიურად დიდი ადგილი ეთმობა ოსტურქის დაკავების საკითხს. მთავარ კითხვის ნიშანს, რომელსაც თურქული მხარე სვამს, ეს უცნაურად დიდი გირაოს თანხაა. თურქულ მედიას მიაჩნია, რომ მილიონი ლარი სრულიად საკმარისია გირაოს სანაცვლოდ, რომელიც ოსტურქმა შესთავაზა სასამართლოს. და ის, რომ მას უარი ეთქვა, ეს ბევრ კითხვას აჩენს, რომ შესაძლოა მომავალში ოსტურქს კიდევ უფრო დაუმძიმდეს ბრალი. 1 მილიონი ლარი არ არის იმ ყველაფერთან წონადი, რომ გირაო
დაფიქსირებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა არის. რა თქმა უნდა სასახად არის. მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ადამიანი, რომელიც შავი ეკონომიკის, გადასახადების დამალვის, ტრეფიკინგის, ფიშინგის, თაღლითობის მრავალ საქმეს უკავშირდება, მათ შორის ამ უკანონოდ დაშენებული ქალაქები, ყველა ტიპის დარღვევები, ადამიანების სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლება, ბევრი, აი რამდენი 10 უმძიმესი საკითხი ჩამოთვალე, ხო? ეროვნულ უსაფრთხოებას რო ეხება, აქედან რამდენიმე მათ შორის. დაიჭირეს რის გამო შევიდნენ და 6 გრამი კოკაინი ამოუღეს სახლიდან. რამდენიმე თვის წინ ანონიმი ჩვენთან ინტერვიუში ყვებოდა, რომ სწორედ სამთავრობო დონეზე გადაწყდა, რომ თბილისიდან ყველა ის თაღლითური კომპანია, რომელიც ფიშინგით იყო დაკავებული, ბათუმში გადასულიყო. სწორედ ამ პერიოდში დაიკეტა სასტუმროები და სახლები, რომელიც ოსტურგს ეკუთვნოდა და იქ გაურკვეველ საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაიწყეს მუშაობა. სასტუმროების წინ კი ინტერნეტის გამაძლიერებელი ანზები გაჩნდა. ოსტურგის არადეკლარირებულმა შემოსავალმა კი ამ პერიოდში კოლოსალურად დაიწყო ზრდა. უკრაინაში ომი დაიწყო და ოლიგარქების თითოეული კავშირის შესწავლა არალეგალურ ბიზნესთან სოფლიოში გამადიდებელი შუშით დაიწყეს. ყოველდღე ფართოვდება სანქცირებული ოლიგარქების სიაც. ისრაელის, გერმანიის, შვედეთის საერთაშორისო საგამოძიებო უწყებები ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ ფიშინგისა და მოპარული ფულის კვალის დასადგენად საქართველოში. სწორედ ამ დროს ოსტურკი დააკავეს და მილიონი ლარის გირაოზეც უარი ეთქვა. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი მასთან დისტანცირებაა. დღეს აღარავის სურს, რომ მისი გვარი ინტერპოლის ზებნილის გვერდით ფიგურირებდეს. და კიდევ ერთი დეტალი, კიდევ ერთი დამთხევა, გახსოვთ ალბათ ირაკლი ღარიბაშვილი რამდენჯერმე საუბრობდა აჭარაში ფინანსური ჰაბის შექმნაზე და ყოველთვის როცა ის ამ განცხადებას აკეთებდა, მეორე მხრივ ოსტურკის ჩრდილოვანი იმპერია აქტიურდებოდა ხოლმე და გარკვეულ სამშენებლო თუ სხვა სახის აქტივობებს იწყებდა, რაც ირიბად შესაძლოა სწორედ იმაზე მიანიშნებდეს, რომ გარკვეული სახელმწიფო ჯგუფები შავი ფულის გადანაწილებით არიან დაკავებულები. და ვიდრე ხელისუფლება ამ გაურკვეველი თანხების გადანაწილებითა და გავლენების სფეროების დაყოფით არის დაკავებული, საქართველოს მოსახლეობა მთელი ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში, უიმედობაში და უპერსპექტივობაში ეშვება. რეკორდულად გაზრდილი ფასების და მზარდი უმუშევრობის გამო საქართველო სულ უფრო ღრმად იძირება სიღარიბის მორებში. ბოლო 1 წელია ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად რჩება 10%-ზე ზევით. ეს ნიშნავს, რომ თვიდან თვემდე მოსახლეობის შემოსავლები ელემენტარულ გადასახდელებს და საკვებსაც კი ვეღარ აუდის. ცხადია, განსაკუთრებით მძიმედ ეს პრობლემა ყველაზე დაუცველებს აწვება და განსაკუთრებით ბავშვებს. ისევ სტატისტიკის მონაცემებს თუ დავეყნობით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე 28%-ით არის გაზრდილი. დაუმატეთ ამას ისიც, რომ სწორედ სიდუხჭირის გამო მათი მშობლები ვერ ახერხებენ ამ პატარებისთვის სრულყოფილი განათლების მიცემას და გასაგები ხდება, რომ საქმე გვაქვს მომავალ თაობასთან, რომელსაც მომავალი უბრალოდ წაართვეს. შვილი მყავს, ერთი 8 წლის მყავს, ერთი 5 რიცხვში 7-ის მიხდება, გოგო მყავს 3 წლის და ბიჭი პატარა 2 წლის. ბავში რომ მოგთხოვს დედა ისმინდა, დედა ესმინდა, არ მაქვს იმის საშუალება, რომ იმას შეუძინო. აი ხა ბავშვის დაბადების დღე მოდის და მეუბნება დედა ველოსიპედი მიყიდე, ვერ გიყიდი შვილო, არა მაქვს. ხა შვილებიც მიგებენ, რომ ხედავენ, არა მაქვს, ხა ძალიან არ იმას მიშვები, არ მაწვევია, რომ აი დედა გინდა თუ არა მეყიდე, არა.
იმის საშუალება, რომ თანხაც გამეტანებინა, რომ ეჭმიათ იქ, რაც. უშვებდი შიერები, მოდიოდნენ და სახლში ვაჭმევდი. სახელმწიფო კი ფაქტობრივად უმოქმედოა.